უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ბოლო წლებში დინამიკურ ცვლილებებს განიცდის, განსაკუთრებით დეველოპერული სექტორი, სადაც კონკურენცია მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ბაზრის სტრუქტურის გარდაქმნა ახალ რეალობას ქმნის. ასეთ გარემოში სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც კომპანიებს ეხმარება სწორი სტრატეგიის განსაზღვრასა და გაყიდვების ოპტიმიზაციაში. კეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე დეველოპერული სექტორის კონსულტანტები არიან ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. იმდენად განვითარდა დეველოპმენტი საქართველოში და იმდენად სხვა ეტაპზე ვართ, რომ დღეს მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს რეალურად ვის ენდოს, სად რა იყიდოს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და თავად დეველოპერებისთვისაც საკონსულტაციო კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ეტაპზე დაუშვათ საკონსულტანტებთან, პროფესიულ კონსულტანტებთან თანამშრომლობა. სწორედ ამის გათვალისწინებით ვიკითხავ, რა ეტაპზეა საქართველოს უძრავი ქონება პროფესიონალი დეველოპმენტის კონსულტანტების გადმოსახედიდან, სად ვართ და რა მიმართულებით ვითარდებით? კეთში თქვენი დავიწყო. უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში საკმაოდ დინამიური სფეროა, გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად განიცდის აღმავლობას, ვარდნას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მაკროფაქტორი პირდაპირ ზემოქმედებს, როგორც კი იცვლება მაკრო გარემო, პირდაპირ ხდება ზემოქმედება იმ ტრანზაქციებს, რომელიც ბაზარზე ხორციელდება. თან მწვავე კონკურენცია გვაქვს, ძალიან ბევრი აქტიური მოთამაშეა ბაზარზე, რომელიც ფაქტობრივად ერთსა და იმავე სეგმენტზე იმუშავება. კონკურენცია დეველოპმენტში თუ კი, კონკრეტულად დეველოპერულ მიმართულებით ძალიან ბევრი მოთამაშეა ბაზარზე და ეს სექტორი უცებ ძალიან განვითარდა. და ამის გათვალისწინებით მუდმივად ცვალებად გარემოში ის ბიზნესი იგებს, რომელიც დროულად საპასუხო რეაქციას ახდენს, საპასუხო ქმედებებს დგამს. და ამის განხორციელება ძალიან რთულია თუ სიტუაციურ ანალიზს, სტრატეგიულ მიმართულებას, ნაკლებ ყურადღებას აქცევ. დღეს მაგალითად ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად უყურებენ რა ხდება ბაზარზე, უყურებენ სეგმენტს, უყურებენ სამიზნეს აუდიტორიას და იციან მათი სურვილები და პრეფერენციები, უფრო მარტივად ახდენენ მიმდინარე ცვლილებებზე რეაგირებას. მართალია დღეს 2025 წელს ბაზარი შედარებით სტაბილურია, წინა წელი ცოტა турბულენტური იყო ამ კუთხით, მაგრამ მოთხოვნის და მიწოდების ტენდენცია შედარებით კლებადი გახდა. 2022-ში, 2023-ში გარკვეული მიზეზების გამო, კი ბატონო, ყველასთვის ცნობილი მიზეზებია, მიგრანტების ეფექტი, გამო, მიგრაციის ეფექტის გამო, უცებ ძალიან დიდი ბუსტი მივიღეთ და ბუმი იყო მშენებლობის კუთხით, გაყიდვების კუთხით, ზრდის კუთხით, ფასების, როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების მხრივ და დღეს ეს ტენდენცია შედარებით კლებულობს, მაგრამ ის ფაქტორები, რომელიც მოთხოვნას განაპირობებს, საკმაოდ ჯანსაღია, რას გულისხმობ, ეს არის დასაქმება, ეს არის ტურისტების რაოდენობა, ეს არის გზავნილების მომენტები, ანუ შემოსული თანხები, ეს ყველაფერი როცა ჯანსაღია და არ ხდება რეცესია, მაშინ მოთხოვნა სტაბილურია. იმ შემთხვევაში, როცა გარკვეული დისბალანსია, გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური, ეს იწყებს გარკვეულ უარყოფით პროცესებს რა ბაზარზე, რაც პირდაპირ ურტყამს ბაზარზე მიმდინარე ტრანზაქციებს. რას ნიშნავს ეს? ანუ ადამიანი გადადის დაზოგვის რეჟიმში. აუცილებლად კითხავთ პროფესიონალი კონსულტანტის რჩევა მომხმარებლისთვისაც და დეველოპერისთვისაც რა იქნება, თუმცა მანამდე ნინისა მინდა გადავიდე კითხვით. აი ამ სიტუაციაში, რომელიც ახლა კეთიმ აღწერა, აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვი, როდესაც რაღაც გარკვეული კრიზისული ნიშნები ნიშნება იმ დროს ყველაზე ცოტა ფიქრობ, რომ მოდი გადავავადებ გადაწყვეტილების მიღებას. მათ შორის დეველოპერი ფიქრობს, რომ თუ მომხმარებელი ავადებს, შესაბამისად დავუშვათ ყიდვა ხო არ ჯობია, რომ ცოტა ხანი მეც აღარ ავაშენო რაღაც, ან მინიმუმ დავაპაუზო და ამავდროულად. რა არის ხოლმე ასეთ დროს პროფესიონალი კონსულტანტების როლი, რა ტიპის ინფორმაციაზე დაყრდნობით ემუშავებით დეველოპერებს და რა არის მთავარი სათქმელი აი ასეთ სიტუაციებში დავუშვათ იგივე დეველოპერებისთვის? ძალიან საინტერესო кейსი გქონდა, მაგალითად თქვენ კითხავს რა უპასუხო, როდესაც დაიწყო პანდემია და ზუსტად ასეთი რყევები ყველაზე მეტად ესე ვთქვათ აისახება ხოლმე პრემიუმ სეგმენტზე, ანუ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლებიც არ მცირდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ესე ვთქვათ რა გარკვეულ რისკებს ხედავენ, იწყებენ ზუსტად ესე ვთქვათ შეჩერებას. და ამ დროს უცბად ბაზარი გაჩერდა, საუბრობ 2022 წელზე, 21 წელზე ბოდიში და პირველი ვიყავით იმ კომპანიაში, რომელ კომპანიაში თქვა დასაქმებულები ვიყავით, ეხლა რო არ გამოვიდეს, თქვა სარეკლამო
რეკლამა მოწოდება. ანუ პირველი რაც იდეაზე შეიქმნა, ეს იყო შევქმნათ გადახდის პირობა, რომელიც ესე ვთქვათ, მომხმარებელს დაუზღვევს რისკებს, რომლის წინაშეც შეიძლება რომ დადგეს, რომ ვთქვათ, მშენებლობა დროულად არ ჩაბარდეს და მაშინ ვიყავით პირველები, რომლებსაც ეს იდეა გაგვიჩნდა, გავაჩინეთ გადახდის პირობა, ადამიანს უნებოდით კი, აი ზუსტად მაგისკენ მივდივარ, რომ ძალიან სასაცილო არის, რომ ის იდეა, რომელიც ჩვენ მოგვივიდა 2021 წელს და რომელიც დაეხმარა ჩვენ კომპანიას გაყიდვებში, დღეს ეს გადახდის პირობა რეალურად ბაზარზე ყველაზე აქტიურად არის წარმოდგენილი 2025 წელსაც და საინტერესო ის მოხდა, რომ თუ ადრე, ესე ვთქვათ, ასეთი ტიპის გადახდის პირობებს დეველოპერები მიმართავდნენ ესეთი მძიმე პერიოდში, ან ვთქვათ, ეს იყო კომპანია, რომელსაც დიდი სანდოობა არ გააჩნდა, დღეს გადახდის პირობა, როდესაც მომხმარებელს თხოვ მინიმალურ პირველად შედატანს და დარჩენილი თანხის უდიდეს ნაწილს მშენებლობის დასრულებისას, ამ პირობით, როგორც პრემიუმ სეგმენტი, ესე ვთქვათ, ეკონომ სეგმენტიც არის წარმოდგენილი და ეს აქტიურად გავრცელებულია. ამას აქ თუ არა დაუშვათ გარკვეული რისკები შეიცავს თუ არა ეს ნაბიჯები გარკვეულ რისკებს, გუშინ ღამის ბიზნეს პარტნიორი სტუმარი იყო არქის დამფუძნებელი და მასაც ვკითხე, რომ აი ეს შიდა განმადეების სისტემა, რომ როდესაც რაღაც გარკვეულ თანხამდე, მათ შორის სავარაუდოდ 15-20%-ამდე იხდის მომხმარებელი საწყის ეტაპს და მე ბანკის ზე გადადის დაუშვათ და უკვე მე ბანკი იძლევა იპოთეკურს. ეს რაღაც გარკვეულ რისკებს შეიცავს თუ არა თქო და მან თქვა, რომ არა, არ შეიცავს, იმიტომ რომ ამით პირიქით მომხმარებელი უფრო დაცულია, რომ რეალურად ის მიიღებს სწორედ იმ იპოთეკურს. ეს თქვენი პროფესიონალი კონსულტანტების დღევანდელი განმოსახედიდან ეს როგორ გამოიყურება? სწორედ ამ სეგმენტზე საუბრობთ. რეალურად არის, აი კიდე ერთი ცვლილება, რაც მოხდა დღეს ბაზარზე, ხო? და ამ კითხვას უპასუხებ რეალურად ამ სურათის აღწერით, თუ ადრე მომხმარებლისთვის, აი მაგალითად, როდესაც თქვათ მე და კეთი კინგდევიჩი ვმუშაობდით, გესაუბრებთ ან დაახლოებით 2016-2017 წლებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლისთვის სანდოობიდან გამომდინარე იყო ხოლმე, რომ თუ თქვათ სამშენებლო კომპანია აშენებს თავისი პირადი ფინანსური რესურსებით, ეს იყო, ესე ვთქვათ, მომხმარებლისთვის თავარი ნდობის ფაქტორი. დღეს შეცვლილია სურათი და მომხმარებლისთვის ყველაზე სანდო კომპანია არის ის, ვისაც ბანკი უდგას თავდებში. შესაბამისად, ნახეთ, თუ კომპანიას დანახული აქვს თავისი cash inflow, ანუ შემომავალი თანხები, რომელიც ეხმარება მას ბანკის სესხის გადახდაში, რეალურად მომხმარებლის, ყველაზე მეტად მომხმარებლის ინტერესები არის დაცული, როდესაც განმადება არის გრძელვადიანი და მინიმალური შენატანებით მის მომხმარებელი, თორე დამეთანხმებით კომპანიისთვის ფინანსურად ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ კომპანიებს უწევთ ამ პირობაზე წასვლა, იმიტომ რომ დღეს რო გადახედოთ ბაზარს, ყველა პროექტი, ანუ იქნება ეს პრემიუმი თუ ეკონომის, თავაზობს სწორედ ამას. ვინც ამას არ თავაზობს, რეალურად გაჩერებული აქვს გაყიდვა. კი ბატონო. კონკრეტულად რა ტიპის სერვისებზეა რეალურად ბაზარზე მოთხოვნა და მაგალითად ვინ სარგებლობს ერთად ამ სერვისებით? ძალიან კარგი кейსი ახსენე და კარგ ნაწილს შევეხეთ და საინტერესოა დაუშვათ კონკრეტული მოთხოვნა ამ შემთხვევაში დეველოპერების მხრიდან რა მიმართულებით არის კონსულტაციების ნაწილში? გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიულ კონსალტინგს, ასე ჩვენ თავაზობთ, ანუ ძალიან ბევრი კომპონენტს მოიცავს, მაგრამ მთელი ხიბლი ამ სერვისს არის, რომ პროდუქტის შემუშავების სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლია მიმართო. ანუ ერთი ხშირ შემთხვევაში ჩანაფიქრიდან ბოლომდე? დიახ, ჩანაფიქრიდან ბოლომდე. ხშირ შემთხვევაში ჩვენი кейსები, რა თქმა უნდა, უკავშირდება ისეთ კომპანიებს, რომლებიც ფაქტის წინაშე დგებიან და ხვდებიან, რომ გაყიდვების შედეგებით არ არიან კმაყოფილები. ანუ რეალურად დაპროექტებულია გაყიდვების გუნდი ყავთ, სტრატეგია გარკვეული გაწერილი აქვს. უბრალოდ მათი მიდგომა, მათი ქრონოლოგია ნაბიჯების არ არის თანმიმდევრული. ბევრია ასეთი კომპანია. საკმაოდ ბევრია. დღევანდელ რეალობაში ამასაც აქვს თავისი მიზეზები. როგორც მანამდე აღვნიშნე. საინტერესოა რა მიზეზები აქვს? პირველ რიგში ბაზარი ძალიან გაიზარდა, უცებ გაიზარდა. მეორე მთავარი მომენტი არის, რომ ვისაც ასე თუ ისე ფინანსური რესურსი აქვს, ხდება რამდენად მზარდია და რამდენად დინამიურია ეს სექტორი, რამდენად შესაძლებელია სწრაფად შენებლობის დასრულებისას ფულის გენერირება მოახდინა, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს ამ სექტორში ფეხი მოიკიდოს. და ხშირად კომპეტენცია, კვალიფიკაცია ვერ ეწევა. ანუ დღეს რეალობა ის გვაქვს, რომ ყავს ძალიან ბევრი მოთამაშე, ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი პროექტი, მაგრამ კვალიფიციური კადრების რეალური დეფიციტია. ამაზე ჩვენ არა მარტო ჩვენი პირადი გამოცდილებით ხელმძღვანელობთ, იმიტომ რომ ეხლა მე პირადად 15 წელი ამ სფეროში ვარ, ნინი 20 წელია. პლუს ჩვენ დამატებით ვაკეთებთ ტრეინინგებს, შიდა კორპორატიულ ტრეინინგებს. ზუსტად იმიტომ, რომ ეს კვალიფიკაციური დონე არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, იმ მოთხოვნებს, იმ გეგმებს, გაყიდვების გეგმებს, რომელსაც კომპანიები ისახავენ და ამ დროს ზუსტად ფაქტი
ფაქტის წინაშე როცა დგება კომპანია, რომ გონია რომ თითქოს ყველაფერი დანახული აქვს და ბაზარზე პულსზე ხელი უჭირავს, შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს, ანუ არასტაბილური გაყიდვები, შეუსრულებელი გაყიდვების გეგმა და აი ამ დროს დგება ეგრეთ წოდებული მწვავე საჭიროება ჩვენი სერვისების, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ყველაზე ეფექტური ჩვენი ჩართულობა არის, როცა პროექტი იწყებს დამუშავებას, იმიტომ რომ სიტუაციური ანალიზი ბაზარი იმ მომენტში რას ითხოვს, ვინ არის კონკრეტულად ჩვენი სეგმენტი, რა სურვილები აქვს ამ სეგმენტს, შენს ხელთ არსებული რესურსები ყველაზე ოპტიმალურად რომელ ნიშას შეგიძლია მოარგო, იმიტომ რომ თავარი რა არის, შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც თავიდან ბოლომდე პასუხობს საჭიროებებს, რომელიც თვითონვე ყიდის. დღეს ცოტა პირიქით მიდის, იქნება პროდუქტი, რომელსაც მე რეკლამით ვცდილობთ რომ მოვარგოთ. ვცდილობთ რომ საკომუნიკაციო კამპანიით რაღაცნაირად გავუსწოროთ. და როცა თავიდანვე არქიტექტურული დავალების ნაწილშივა ვერთვებით, როცა ჩვენ შეგვიძლია სეგმენტის განსაზღვრიდან, მათი პრეფერენციებიდან ზუსტი არქიტექტურული დავალება, ზუსტი გეგმარებები, ზუსტი პროდუქტი, გადახდის პირობა შევიმუშაოთ, უკვე პროდუქტი იმდენად იდეალურად არის მორგებული მომხმარებლის სურვილს, რომ თავისით ყიდის და რა თქმა უნდა, აქ გაცილებით ხარშეფექტურია უკვე ჩვენი გამოსახულებაც. ასეთ შემთხვევაში თავად დეველოპერებს რამდენად აქვთ გააზრებული და გათვითნობერებული, ისედაც ახლა კეთი საუბრობდა, რომ საწყის ეტაპზევეა მნიშვნელოვანი დაუშვათ ამ პროცესის დაწყება და არა მერე, როდესაც რეალურ კრიზისში ხარ და უკვე გაყიდვების შემცირება გაქვს სახეზე და რეალურად ხედავთ, რომ აშენებულს ვეღარ ყიდი. სამწუხაროდ არა. ანუ ძალიან ბევრთან, ესე ვთქვათ, გვიწევს ხოლმე საუბარი ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ კონსულტანტების როლში ფაქტობრივად 1 წელია, რაც ეს დამოუკიდებელი კონსულტანტები ვართ და მანამდე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიების თანამშრომლები ვიყავით და ყველა მენეჯმენტის, ესე ვთქვათ, პირველი შეხვედრა მენეჯმენტთან იწყებოდა ამის, ესე ვთქვათ, ზუსტად დამტკიცებით, რომ მოდით ჯობია, რომ რაღაც დრო დაიხარჯოს, ესე ვთქვათ, გაყიდვების დაწყებამდე, სწორად დავხარჯოთ ეს დრო, სწორად დაგეგმისთვის, რაც მე რეალურად დროს გვიზოგავს და სამწუხაროდ არა. და ეხლა რა კურსიც ესე თქვა ჩვენ შევიმუშავეთ, იმიტომ რომ წეგან კეთი მახსენდა რომ კვალიფიკაციის პრობლემაა რეალურად და დამეთანხმებით რომ არ არსებობს დღეს საქართველოში სფერო, სადაც ესე თქვა მიხვალა დეველოპმენტს ისწავლი, ხო? ანუ რეალურად ადამიანებს გვიწევს რომ ეს პირადი გამოცდილებით მივიღოთ ეს ცოდნა და ძალიან სპეციფიური სფერო არის და მარტივი არ არის, თქვა სფეროდან უცბად ამ სფეროში გადმოერთო და ძალიან წარმატებული იყო და ჩვენი კურსი ავაგეთ უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის, იმიტომ რომ მე არ შემიძლია სხვა სფეროზე ვისაუბრო, მაგრამ დეველოპმენტი არის ის სფერო, რომელსაც ასე ვთქვათ, თვლი რომ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ორმა, იმიტომ რომ ამ სფეროში მოღვაწეობთ და ჩვენი კურსი მთლიანად აგებულია, ასე ვთქვათ, ნოლიდან, როგორ დავიწყოთ და როგორ მივიდეთ გაყიდვების, ასე ვთქვათ, წარმატებულ кейსებამდე და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს კურსი უნდა გაიაროს არა გაყიდვების მენეჯერმა, მხოლოდ არა მარკეტინგის მენეჯერმა, არამედ კომპანიის დამფუძნებელმა და ყოლია კიდევაც, ასე ვთქვათ, კურსზე დამფუძნებლები და მათ ხშირად სხვანაირად შეუხედავთ ხოლმე და მიმხვდარან სად დაუშვიათ პრობლემა. ესე ვთქვათ, შეცდომა, იმიტომ რომ პირველი შეცდომა, რაც ყველა დეველოპერი უშვებს, ეს არის მიზნობრივი მომხმარებლის არასწორად დანახვა. დღეს ბაზარს თუ გადახედავთ, ყველა აშენებს მარტივად გასაყიდ ერთსაძინებლიან 50 კვადრატულიან ბინას, იმიტომ რომ თვლიან, რომ ეს მარტივად გაიყიდება. და არ უსმენენ მომხმარებლის მოთხოვნას, იმიტომ რომ დღეს რო თქვენ დაგიდგეთ საჭიროება ოჯახისთვის მოძებნოთ სრულფასოვანი ბინა თავისი ინფრასტრუქტურით, ვერ იპოვით, იმიტომ რომ არავის არ უნდა 2 და 3 საძინებლიანი, კარგი და სრულფასოვანი ბინების აშენება, იმიტომ რომ ყველას ამის გაყიდვის ეშინია. და რეალურად მოთხოვნა და რეალობაც ასეთია, რომ საკმაოდ რთულია მაგალითად 3 საძინებლიანი ბინის გაყიდვა პრაქტიკიდან გამომდინარე. ხო და ეხლა დაგისვამთ, ნახეთ რეალურად ჩვენ კონტრას, ვთქვათ, არგუმენტი რა გვაქვს. ზუსტად 2019 წელი იყო, როდესაც ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ კომპანიაში დავიწყეთ მუშაობა. ამ კომპანიას ჰქონდა პროექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ამბობდა, რომ მოდი დავაპროექტოთ პატარა სტუდიოს ბინები, იმიტომ რომ მარტივად იყიდება. ამ პროექტს ჰქონდა ძალიან დიდი პოტენციალი იმისი, რომ ჰქონდა უდიდესი სარეკრეაციო სივრცე, შეიძლებოდა რომ მოგეწყო გამწვანება, სპორტული მოედანი, საბავშვო მოედანი და ვამბობთ, რომ თუ ამ ხელა ინფრასტრუქტურას ქმნი, ანუ რატო არ გინდა შექმნა გარემო, სადაც ესე ვთქვათ, ოჯახი მოვა და იცხოვრებს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დღეს ეძებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კარგ საცხოვრებელ გარემოს, ვერ იპოვის ფიზიკურად, იმიტომ რომ მას მოუწევს, რომ რამდენიმე ერთსაძინებლიანი ბინა გააერთიანოს. ძალიან დიდი დავა ჰქონდა მენეჯმენტთან, რეალურად 3 კორპუსი შენდებოდა და ავითანხმეთ 2 კორპუსის, ესე ვთქვათ, ჩვენი სურვილების მიხედვით დაპროექტება, სადაც 3 საძინებლიანი და 2 საძინებლიანი გავაჩინეთ და 1 კორპუსი დაპროექტა პატარა ბინებით. როგორც კი პროექტს პოზიციონირება სწორი გავუკეთეთ, ანუ ვაჩვენეთ, რომ თუ ოჯახთან ერთად ცხოვრება გინდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოდი ეს საუკეთესო არჩევანია,
მესამე პროექტიც კი, ესე ვთქვათ, მესამე კორპუსის გადაგეგმარებაც კი მოგვიწია სამსაძინებლიანებად და ორსაძინებლიანებად, რომ რეალურად მოთხოვნა არის. თვითონ მომხმარებლის ქცევა როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ქართული უძრავი ქონების ბაზარმა ძალიან რთული პერიოდები გაიარა. მე სულ ამომხოლმედ, მაგრამ ცუდი გახსენებაა, თუმცა რეალობა ასეთი 2008 წლის კრიზისი ძალიან მძიმე დაღად დაჭდა ამ სექტორს და რეალურად სულ მაქვს აი ეს განცდა, რომ აი ამდენი მშენებლობა რამე პრობლემის შექმნელი ხო არ აღმოჩნდება, ერთ დღეს ხომ არ აღმოჩნდება რომელიმე კომპანია უხეშად ცენტრპოინტის როლში ადგილას და ასე შემდგომ. ეს ძალიან მძიმე ფაქტორი იყო, რომელიც გარკვეულწილად აჩვენს ამ კითხვებს და ამ კითხვებთან მიმართებაშიც ალბათ დეველოპერებს სწორი ანალიზი გარდა იმისა, რომ საკუთარ კომპანიაში უნდა მოახდინონ ანალიზი, მომხმარებელთან ურთიერთობაში უნდა მოახდინონ სწორი ანალიზი. მომხმარებელი როგორ გაიზარდა აი ამ პერიოდის განმავლობაში? ძალიან კარგი კითხვაა და ეს სისტემა, რომელიც ჩვენ ტრენინგების დროს ყოველთვის ხაზს უსვამთ, ანუ დღეს ძალიან მაღალი ცნობიერება აქვს მომხმარებელს, ინფორმაციის უშეτη წყარო აქვს, იცის ზუსტად რა უნდა, იცის თითოეული კვადრატული მეტრი რაშიც ფულს იხდის, რისთვის უნდა გამოიყენოს. ამიტომ ადამიანი, რომელიც მომხმარებელი, რომელიც დეველოპერსთან შედის ინტერაქციაში, მას დეველოპერისგან სჭირდება ექსპერტული ჩართულობა. არა უბრალოდ მოდი ბინა იყიდე და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში სარგებელი რომ მიიღოს დეველოპერმა და დაამთავროს ურთიერთობა. არა. დღეს ეს ადამიანები, ეს მომხმარებლები ძალიან კარგად იციან ბაზრის სტრუქტურა, ძალიან იციან, კარგად იციან ვინ რას თავაზობს და ამ ინფორმაციულ ბრძოლაში ძალიან რთულია დეველოპერებისთვის იყვნენ გამორჩეულები, იყვნენ მარტო ხარისხზე ორიენტირებულები, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს ხდება, რომ იყო შთამბეჭდავი, ყურადღების ცენტრში მოექცა, იყო საინტერესო, იყო დამაჯერებელი, მიმზიდველი და ეს ყველაფერი ძალიან რთულია, როცა ერთი და იგივე კომპანია, ერთი და იგივე სეგმენტს, ერთი და იგივე პროდუქტს თავაზობს, რაც ეხლა ნინიმ აღნიშნა. დღეს რეალობაში მივიღეთ ის, რომ მომხმარებელი აღარ უყურებს მარტო 4 კედელს შორის არსებულ სივრცეს, თუ 2008-ში და იქამდე ადამიანებს ჰქონდა მოთხოვნა, რომ უბრალოდ კვადრატულობა განგვესაზღვრა და ცოდნა და შიგნით რამდენი ოთახი განთავსდებოდა, დღეს ადამიანები გამოვდივართ ამ 4 კედლის პრინციპიდან და ვუყურებთ გარეთ რა ხდება. ჩვენ გვინდა EIZO, ჩვენ გვინდა სადარბაზო, ჩვენ გვინდა მოწესრიგებული ყოველთვიური სერვისული მომსახურება და დღეს რეალურად ამის პასუხად და გლობალური ტენდენციის პასუხად დეველოპერებიც ფეხს აყოლებენ, ცდილობენ რომ აყოლონ და ამიტომ არის რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს რომ წერტილოვანი მშენებლობიდან კომპლექსურ განაშენიანებაზე გადავიდეს. ზუსტად ამ საჭიროების გათვალისწინებით. სამწუხაროდ ჩვენი საერთო დრო იწურება, ამიტომ მოკლედ მინდა რომ გითხოთ, თუ შეგიძლიათ თავარი რჩევა და ერთგვარი კონსულტაცია გაუწიოთ, ასე საჯაროდ ტელეეთერიდან მომხმარებელს დეველოპერთან ურთიერთობაში და პირიქით აი 2025 წლის დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით. პირველ რიგში ორივე მხარეს მოუწოდებთ იმისკენ, რომ ეს კომუნიკაცია, რაც დგება ბინის შერჩევის ეტაპში, აუცილებლად განიხილონ როგორც პარტნიორული ურთიერთობა, იმიტომ რომ დეველოპერისთვის ეს მომხმარებელი არის გრძელვადიანი პარტნიორი, რომელთან კომუნიკაცია არ წყდება მარტო ერთი ბინის შეძენით და მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი და დადებითი გამოცდილებები, იმიტომ რომ არსებობს ასეთი დათქმა, რომ წარმატებული გამოცდილებების გამეორების ტენდენცია 100 кейსიდან 70%-ში მეორდება და შესაბამისად მომხმარებელი, რომელიც კმაყოფილია დეველოპერთან ურთიერთობით, მხოლოდ მაშინ არის კმაყოფილი, როცა ეს ურთიერთობა მარტო ერთი ბინის გაფორმებით და გაყიდვით არ მთავრდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით იმას მისლებთ უძრავი ქონების ბაზრის სხვადასხვა თემებზე სასაუბროთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ. მადლობა.